პირადი სარგებლობისთვის ჩამორთმეული ქონება, ბრალდება და დაკავება. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს ნაცმოძრაობის რეჟიმის კორუფციული გარიგებებისა და საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილეს. კომისიის წევრებმა მოусმინეს ჯონდი ბაღათურიას და ჯუმბერ ბუზალაძეს. მარიამ ქართველიშვილი ხდომის დეტალებით. ჩამორთმეული ქონება, შელახული რეპუტაცია, ჯანმრთელობა და ციხე. ჯუმბერ ბუზალაძეს 2005 წელს საქართველოში 3 მანქანის ჩამოყვანა ძვირად დაუჯდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მაღალჩინოსნების ინტერესში აღმოჩნდა. ბუზალაძის ჩამოყვანილი მანქანები ქონების ნებით დათმობაზე უარის შემდეგ კი ბიზნესმენი დასაჯეს. მოწმემ გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას ოჯახის წევრებისთვის უნდოდათ ჯიპები, რომელიც ბიზნესმენმა დუბაიდან ჩამოიყვანა. ჩამორთმევის მოტივით კი დაიწყეს გამოგონილი ბრალდებით ის დაუკავშირდა იმჟამინდელ ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას და დახმარებას თხოვა ხმის ამოღებისთვის კი რეჟიმა ის ციხეში გამოკეტა. დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში და ჩავდიოდი ხოლმე რაც და მეუღლეთ. მანქანები მიყავთ აქედან და რაღაცა რჩებაო. ავდექი და არ ქონდა ძადები საშუალება ჯერ უბრალო მანქანები წამოვიღე, მე ჩავდე ბინა და საოფისე ფართი დიდი. 3 მანქანა შევიძინა. დუბაიში ხდება ეს. კი. დუბაიში შეიძინეთ 3 ავტომანქანა, გაწიეთ ხარჯი მის გადაკეთებაზე, შემოტანაზე, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები და მოგაქვთ უკვე გემით საქართველოში. შემდეგ ჩამომყავს თბილისში. ეს მანქანა ერთი უცბად გაიყიდა. ეს არის დავაყენე ავტოსადგომზე. სად? რომელ ავტოსადგომზე? დიღომში. ხედავ უკვე რაღაც ჩოჩქოლია ძალიან დიდი ამ მისი თანამშრომლების. ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები. და მეთქი რაშია საკუთარ. აგე საბუთები აგე ინდოეთი აგე გავაბაში კიდევ. არა სულ შევამოწმოთ. მაშინ სოდი იყო, წინა მხარეს უხენია ორივე. უყურებ ჩემ მანქანას გული გამისხდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, ხა და მოეწონა და გადავასვა ხელი და ეცინება ერთ მანქანასაც მეორესაც. დაიწყო ძიება. მეუღლესთვის უნდოდა და კოდუას კიდე ნანუკასთვის. და ვანო მერაბიშვილს რომ თავისი მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლისთვის ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ. საიდან იცით? საიდან ერთი გორენს ყავდა ჩემი მანქანის ნაირი შინდის ფერი, წითელი ფერი. ედავა ვერ წაართვა. მე მომერიადეთ. და ეს კიდე ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა 2 ოპერატორით, გადამიღო, მეთქი ახდება. ეს ჩემი 3 ადვოკატი ვყავდა. და ისინი მიხვდნენ მეჩიო და მე ვერ მივხვდი უცბად. მე პრობლემას გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში. რომ ვარით რომ იაკუზის მაფიოსთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში და დუბაიდან მომყავს საქართველოში. რომ შემოვარდა ნანული ჟორჟოლიანი კამერით გამომძიებლის ოთახში. ამ დროს რა პროცედურა მიმდინარეობდა, რაიმე საგამოძიებო? დაკითხვის დროს შემოვარდა. ვის დამთავრდა გამოძიება თქვენ წინააღმდეგ ბატონო ჯუმბერ? ვის დამთავრდა ჯერ ავადმყოფობები ავიკიდა ბევრი. კერძოდ რომელი თუ საიდუმლო არ არის? შაქარი არ გჭირდათ მანამდე? არა, ისე დავარამზი უკვე ამიცია ძალიან. მე ყურის ბარაბანი გამისხდა ერთი მეორე ნახევარზე. გულიში სტენდირება ჩამიდგეს 4. დამაინვალიდეს. ვიჯექი ერთი წელი იჯექით. ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? რომელ ციხეში იყავით? მაშინ ორთაჭალაში. სახლიც დაკარგეთ, რომელიც ჩადებული გქონდათ? სახლები დაკარგეთ, თქვენ და თქვენმა ვაჟმა.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ეს გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი. კოდუას მეუღლე ნანული ნანუკა ჟორჟოლიანი იყო რუსთავიორის ჟურნალისტი, რუსთავიორისა, რომელიც თავის მხრივ იყო მიტაცებული და წართმეული კანონიერი მესაკუთრისათვის. და ქმარი დაკითხავდა ბატონ ჯუმბერ ბუზალაძეს, წართმევდა რა მანქანებს, ცოლი შემოვარდებოდა ჯერსტი საგამოძიებო მოქმედებისთვის განკუთვნილ ოთახში, ჟურნალისტი ესე ვერ უნდა ვარდებოდეს კამერით, მაგრამ ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ტელევიზიით და არ მხოლოდ ტელევიზიით ფონდებს ქმნის იმისათვის, რომ ფული გაათეთროს სავარაუდოდ და აფინანსებს გარედან ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით 1 წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ეს რა თქმა უნდა მოხდება ჩვენს დასკვნაში. 2005 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდის დეპარტამენტი შევიდა ყველა ავტობაზრობაზე, ყველა ავტოსადგომზე და ამოიღო 150 ჯიპის სტილის მანქანა, 150 მანქანა. ამ 150 მანქანაში ყველა ჯიპები იყო. 150-დან 158 ხმის ამოღება ვერ გაბედა. ჯუმბერის სოდის დეპარტამენტში მიიყვანეს, ხო, განახორციელა ეს 150 მანქანის ამოღება სოდმა. პირდაპირ ერეკლე კოდუას ბრძანებით 150 და ჩემი დარწმუნებით პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი თვითონ დადიოდა მარამერაბეშვილი ამ თვითონ ღერებულობდა მონაწილეობას და ახლა ღონისძიება განიხილებოდა სასამართლოზე. ხონდა წარადგინონ რატომ ცდილობენ დაკავებას და წარმოადგენს გადაუთარგმნელი ინგლისურ ენაზე ინტერპოლის მოპარულ მანქანათა სია და აქედან ესეთი შემოხაზული აქვთ ამას რამელი მანქანების მოპარვაშიც ბრალიედება ის მანქანები. მე მოვითხოვე გადათარგმნა და ხლა იცოდნენ ჩვენმა იურისტებმა თარგმნა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანები ერთი მინივენი, ერთი სედანია და ამის სამია ჯიპია. პროკურორ დაველაპარაკე. კანონის წინაშე ამის გამო პასუხისგება მოგიწევს მეთქი რა, რო იცოდეთ ხო. მინიმუმ ეხლა აღკვეთი ღონისძიება, ანუ პატიმრობა არ მოითხოვოთ ხო. დაბრალდება იყოს და კი ბატონო ვიბრძოლოთ ერთმანეთში, მაგრამ აღკვეთი ღონისძიება რას ლაპარაკობ დამიჭერენო პროკურორი მეუბნება. როგორ დაგიჭერენ მეთქი და აბა ეს როგორ აყავთ დაჭერილიო. საუბარი საქმის პროკურორთან, რომელმაც იცოდა აბა ეს როგორ ტყუილად ყავთო დაჭერილიო. აი ეს იყო ეს არის სახე როგორი მარსაჟულება გქონდა ჩვენ მაგ დროისთვის. ნიშანდობლივია რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში მუშაობს მუმიად. საგამოძიებო კომისიაზე მოусმინეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას მან კომისიაზე საჯარო რეესტრის ამონაწერები და კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა ისაუბრა სააკაშვილის და მისი დედის გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებებზე, ასევე მათ მიერ შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე, სადაც ალასანიამ, როგორც ჯონდი ბაღათური ამბობს, შექმნა კერძო საგანმანათლებლო სისტემაში მონოპოლია, რის გამოც დაიკეტა ასობით საჯარო სკოლა, ქონებამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო. საბანკო ანგარიშებიანად იყო 123,210 ლარი. მეტი სხვა ქონება მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნდა მისი პრეზიდენტობის დასასრულს. მისი შემოსავლები სულ აქ დათვლილი არის ჰონორარები, მისი მეუღლის ქალბატონი სანდრას ჰონორარები აღებული, მივლინებები, ყველა ქლიანად საჭმელი სულ არ ეჭამათ. არაფერ მარტო რო ეგროვებიათ, სულ იყო შემოსავალი 623,976 ლარი. ჯამში მისი ქონება იყო 1,279,000
67 ლარი. დაუსაბუთებელი ქონება წარმოშობის კანონიერება უნდა დაასაბუთოს სწორედ სააკაშვილმა და გიული ალასანიამ და მტკიცების ტვირთი მათ ხარეს არის. ანუ აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის მხრიდან. და ძალიან ბევრი მაგალითად პროკურატურაში დევს 3 ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გინდა იჯერეთ, გინდა არა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში. როგორ მოგწონთ? არსებობდა ესეთი ძალიან კარგი რადიო შეპესე მუზა, რომელიც დაფუძნებლები არიან სიდედრი, ქალბატონი რულოვსის დედა, სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რულოვსის გვარზია ისიც, დედა და მეუღლე სანდრა რულოვსი. მე რაც ვიპოვე ამაზე არის ლაპარაკი, ახლა მხოლოდ შეიძლება კიდე მილიარდები აქვს ასე აღებული, მაგრამ რომელმაც მიიღეს ჯამში 100,100,000 საჩუქრად. ბიზნესიდან არის შემოწირულობა მიღებული, ეს კანონიერია, ანუ შემოწირულობის გაკეთება ბიზნესს შეეძლოს, შეპესე მუზას არ ჩუქოს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ვალდებული იყო ეს თანხა შეეტანა დეკლარაციაში. საპარლამენტო გამოსვლაზე ამის შესახებ თქვი, ეს იყო გვიან საღამოს, თქვენ თუ გახსოვთ, მაშინ საჯარო რეესტრი ყველაფერი დახურული იყო და დილით უკვე ანუ ღამის საათებში ჩვენ ხო ყავდა ღამის მთავრობა მაშინ. ღამის საათებში მოასწრეს და დამფუძნებლები გააუქმეს, ქალბატონები, რულოვსები და გიული ალასანია და შეცვალეს დამფუძნებლები. ეს არის როგორ იყო ჩართული საჯარო რეესტრი კორუფციის გადაფარვაში და პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებული დანაშაულის დაფარვაში. 10 გექტარზე მეტი მისა, რომელსაც პირდაპირ ხელს აწერს პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს მისა გადადის დედამისის საკუთრებაში. აი ორგანიზებული დანაშაული საკმაოდ ისეთი მაღალი დონე ჩანს აქ. ამათმა კლასიკური ხო მაგალითი არის. ესე იგი შექმნეს იმისთვის, რომ ზოგჯერ გიული ალასანია არ ფიგურირდეს, სახელდაგვარი არ ფიგურირებდეს. გიული ალასანია და პრეზიდენტის მის თემურ ალასანიას რო გვაგინებს სხვადასხვა ჩანაწერებში მისი ბიძა შვილი ალასანიას დაქალი მანანა სანაძე და რობერტ რაუფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთად აფუძნებენ შეპესე საქართველოს უნივერსიტეტს და შემდგომში უმეტეს შემთხვევაში მოქმედი გმირი არის საქართველოს უნივერსიტეტი. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი, დამფუძნებლები გიული ალასანია 37.5%, მანანა სანაძე 37.5%, ედუარდ რობერტ რაუპი 12.5% და ნიკოლოზ ალასანია ასევე 12.5%. უკვე შეპესე საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავად ხადია უმაღლესი სასწავლებლები. ხდება საჯარო დაწესებულებების დახურვა, მაგალითად სკოლის დახურვა, იმისთვის რომ გადაკაჩული იქნეს კონტინგენტი ასე იგი უმაღლეს თავის კერძო სტრუქტურაში. 2003 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. ალასანია ერთგვარი კრიშის როლს ასრულებს. მიდის სადღაც ასე იგი ზოგჯერ შვილის მიყავს. აქ არის ფოტომასალა, სადაც რომელიღაცა დაწესებს ძირითადად განათლების სისტემაში მოქმედებდა. ეს არის ხო აი პრეზიდენტი დედამისი ისინი როგორ ხსნიან ერთად ძირითადი კრიშა განათლების სისტემაში მაშინ ძირითადი ოპერატორები მე ესე ვიტყოდი იყვნენ ალასანია და ბენდუკიძე, რომლებიც ფლობდნენ აი ამ განათლების სისტემის ასე დაწესებულებებს. ჯამში კომისიამ 4 მოწმეს მოусმინა, სხდომა დახურულია, ჯერ უცნობია ვინ გამოიკითხება მომდევნო დღეებში.